გამარჯობა. ჩვენი დღევანდელი ვიდეო სერიულ მკვლელებზეა და ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში გესაუბრებით 10 ყველაზე გამორჩეულ სერიულ მკვლელზე, რომლებიც ვერ დაიჭირეს. ხოლო მეორეში გაჩვენებთ დაჭერილი მკვლელების ციხეში დახატულ ნახატებს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ჯენინგსის სერიული მკვლელი. ჯენინგსის პატარა ქალაქში, ლუიზიანას შტატში, 8 ქალი მოკლეს 2005-დან 2009 წლებში. დამახასიათებელი ნიშანი გახლდათ ის, რომ ყველა ქალი სხეულით მოვაჭრე იყო. ამასთანავე თითოეული მათგანი კარგად იცნობდა ერთმანეთს. ამ უკანასკნელი ნიშნით მსხვერპლის არჩევა კი სერიული მკვლელებისთვის ძალიან იშვიათი კრიტერიუმია. 8 ქალმა იცოდა, რომ სერიული მკვლელი მათ დახოცვას აპირებდა. ამას ამტკიცებს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ერთ-ერთმა მათგანმა დედამისს დაურეკა და უთხრა, მისთვის დაბადების დღის ნამსხვარი არ გამოეცხო, რადგან შინ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდებოდა. სხვა მსხვერპლმა მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ სამართალდამცავებს ეხმარებოდა რაღაც საქმის გამოძიებაში. ამ ფაქტის საფუძველზე ნავარაუდებია, რომ სერიული მკვლელი ერთ-ერთი პოლიციელთაგანი შეიძლება იყოს. ქვისკაცი. ქვისკაცმა დიდი შიში მოუტანა კალკუტის ქალაქს, ინდოეთში, როდესაც 13 მძინარე უსახლკარო ადამიანი დახოცა 1999 წელს. მკვლელობები 6 თვის ინტერვალით ხდებოდა. პირველი უსახლკარო 1999 წლის ივლისში მოკლა. სახელი ქვისკაცი ადგილობრივებმა მისი ხელწერის გამო შეარქვეს, რადგან მკვლელობის იარაღად დიდ ქვას იყენებდა. სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს ამ სერიული მკვლელის ვინაობის დადგენა და ვერც მისი დაჭერა. ეს მოვლენა ინდოეთში ერთ-ერთ ყველაზე შიშის მომგვრელ შემთხვევადაა აღიარებული. ფანტომი 1971-1972 წლებში ვაშინგტონი ძალიან საშიშ ქალაქად იქცა ამერიკაში მცხოვრები აფრიკელი ქალებისთვის. 1971 წლის აპრილიდან 1972 წლის სექტემბრის ჩათვლით 6 მსხვერპლი 10-დან 19 წლის ასაკამდე გაიტაცეს, გაოპატიურეს და დაახშჩეს. ამის ჩამდენი სერიული მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია, თუმცა ის დღესდღეობით დიდი განხილვის საგანს წარმოადგენს, განსაკუთრებით ვაშინგტონში მცხოვრებთათვის. ღიმილიანი მკვლელები. სამართალდამცავები თვლიან, რომ ღიმილიანი მკვლელები არიან 45 მამაკაცის მკვლელობის ავტორები. მათ მსხვერპლები დაახშვეს ამერიკის 11 სხვადასხვა შტატში 90-იანი წლებიდან 2000 წლის ჩათვლით. ღიმილიანი სახე ადგილობრივებმა შეარქვეს იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ მკვლელები სმაილის გრაფით სტოვებდნენ გვამის დატოვების ადგილას. ნიუ-იორკის დეტექტივებს სწამთ, რომ ყველა ეს მკვლელობა ერთმანეთთანაა დაკავშირებული და შესაძლებელია ეს დანაშაულები ჯგუფის მიერ იყოს ჩადენილი. თებერვალის მკვლელი. ეს მკვლელი ასპარეზზე მხოლოდ ორჯერ გამოვიდა. 9 თებერვლის სერიული მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია. მას ბრალად ედება 2006 წელს 29 წლის ორსული ქალის, სონია მეჯიას გაოპატიურება და მკვლელობა. აგრეთვე 2008 წელს 57 წლის დემიანა კასტილოს მკვლელობაც. ორივე მათგანი 9 თებერვალსაა მოკლული, იუტაში. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას სერიული მკვლელის დნმ ჰქონდა, სამართალდამცავებმა ვერ შეძლეს მისი იდენტიფიკაცია, გარკვეული მიზეზების გამო. ვარაუდის დონეზე მიაჩნიათ, რომ დანაშაული ახალგაზრდა ესპანელი ბიჭია. კონექტიკუტის მდინარე ვოლის სერიული მკვლელი. კონექტიკუტის სერიულმა მკვლელმა 7-ზე მეტი ადამიანი დახოცა დანით, ნიუ-ჰემშირთან ახლოს 1980-იან წლებში. 3 ქალი გაუჩინარდა 1980-იან წლების შუაში. აქედან 2 მათგანი იპოვეს გარდაცვლილი, მრავლობითი ჭრილობებით. დანარჩენ მსხვერპლებს 1987 წლამდე პოულობდნენ. თითოეული მკვლელობა ერთმანეთს დაუკავშირეს, თუმცა მკვლელის პოვნაზე ზედმეტია საუბარი, როდესაც მსხვერპლების იდენტიფიცირებაც კი ვერ შეძლეს. ძვლების შემგროვებელი. 2009 წელს დასავლეთ მესაში, ნიუ-მექსიკოში, ქალმა შემთხვევით დაინახა ქვიშაში დაგდებული ძვალი, როდესაც საკუთარ ძაღლს ასეირნებდა. ქალის ყურადღება ძვლის ფორმამ მიიქცია, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცავებმა მიმდებარე ტერიტორია ამოთხარეს და 12 ადამიანის ნარჩენები აღმოაჩინეს. აქედან 11 ქალი და 1 ჩვილი ბავშვი აღმოჩნდა, რომლებიც როგორც ფიქრობენ 2002-დან 2005 წლებს შორის დახოცეს.
2010 წელს დასავლეთ მისას პოლიციამ მიაკვლია უგონო მდგომარეობაში მყოფი ქალების ფოტოებს, რომლებიც ძვლების შემგროვებელს დაუკავშირეს და ასე დაადგინეს 11 დაღუპული ქალის წვინაობას. Craigslist-ის მხატვარი, ცნობილი როგორც Long Island-ის სერიული მკვლელი. Craigslist-ის მხატვარი იმ ადამიანის მეტსახელია, რომელსაც 17 ადამიანის მკვლელობას მიაწერენ და რომლის იდენტიფიცირებაც დღემდე ვერ შეძლეს. მან 20 წლის განმავლობაში 10-დან 17-მდე ადამიანი დახოცა. მკვლელობები 1996 წელს დაიწყო. მსხვერპლები ძირითადად ორი კატეგორიის ქალები იყვნენ: მეძავები და ბადრაგები. სხეულები იპოვნეს Long Island-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ გილგოსა და ოუკის სანაპიროებზე. პირველი 4 მსხვერპლის გვამს 2010 წლის დეკემბერში მიაკლიეს, მომდევნო 6 2011 წლის გაზაფხულზე. Highway of Tears. ეს ადგილი მდებარეობს მე-16 გზატკეცილზე, ბრიტანეთის კოლუმბიაში. 805 კილომეტრის სიგრძის გზატკეცილზე 16 ქალის გვამი აღმოაჩინეს 1969-დან 2006 წლებში. ამ პერიოდში 53-ზე მეტმა ოჯახმა განაცხადა ახლობლის დაკარგვის შესახებ, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიოდნენ და გზად აუცილებლად ეს გზატკეცილი უნდა გაევლოთ. თუმცა სამართალდამცავებმა მხოლოდ 16 მათგანის პოვნა შეძლეს. რადგანაც ყველა ეს მკვლელობა ამ გზატკეცილზე მოხდა, პოლიცია მიიჩნევს, რომ დამნაშავე სატვირთოს მძღოლიან მოგზაურია, რომელიც გამვლელებს რაღაც ხერხით იტყუებს და ხოცავს. ჯეკი მხატვარი, ინგლისურად Jack the Ripper. ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელის, რომელიც 1888 წელს ლონდონის ღარიბულ უბანში, Whitechapel-ში გამოჩნდა. მისი მეტსახელი პირველად ანონიმურ წერილში გაჟღერდა, სადაც ავტორი თავს ასახებდა მკვლელად. უმეტესობამ ეს წერილი სიცრუედ და თაღლითობად მიიჩნია, თუმცა ინფორმაცია მედიაში გაჟონა და ლონდონი ახალმა მითქმა-მოთქმამ მოიცვა. ყველა მკვლელობა, რომელთაც მხატვრავს მიაწერდნენ, ერთმანეთის მსგავსი იყო. ძირითადად თავს ესხმოდა მეძავებს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში მუშაობდნენ. ამ უბნებში პოლიციამ იპოვა 5 ქალის გვამი, რომელთაც ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. 3 მათგანს დაზიანებული ჰქონდა მუცელი და შინაგანი ორგანოები. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ჯეკ მხატვრავს ჰქონდა ანატომიური და ქირურგიული გამოცდილება. სასტიკი მკვლელობების და მედიის მიერ მისი ისტორიის გავრცელების მეშვეობით ხალხში გაიზარდა იმის რწმენა, რომ ლონდონის ქუჩებში დაწრწოდა კაცი, სახელად ჯეკი მხატვარი. ასევე ის პოლიციაში აგზავნიდა წერილებს იმის შესახებ, თუ როგორ დაასახიჭრებდა შემდეგ მსხვერპლს და ასეც აკეთებდა, რაც კიდევ უფრო მეტ მისტიკურობას ძენდა ამ ყოველივეს. ჯეკი მხატვარი ისტორიაში შევიდა როგორც ერთ-ერთი პირველი სერიული მკვლელი. მანამდე ფაქტიურად არ დაფიქსირებულა მკვლელობების სერია, როგორც მიზეზო სიცოცხლის მოსპობა, ეგრეთ წოდებული მკვლელობა მხოლოდ სერიული მკვლელობისთვის. ვიდეოს მეორე ნაწილში გაჩვენებთ სერიული მკვლელების მიერ დახატულ ნახატებს. საპატიმროში ყოფნის დროს, ორიოდე სიტყვით ნახატებთან ერთად მათ ისტორიასაც მოგიყვებით. ჯონ უეინ გეისი, 34 მსხვერპლი, მკვლელი კლოუნი. მასია სულ ცოტა 33 თინეიჯერი ბიჭისა და ახალგაზრდა კაცის მკვლელობა. 1972-დან 1978 წლებში პოლიციამ აღმოაჩინა გვამების ნამარხები მისი სახლის სარდაფში, ილინოისში. ალფრედ გეინორი, 9 მსხვერპლი, დამნაშავედ სცნეს 2000 წელს. მან მოკლა 9 ქალი 1995-დან 1998 წლებში. გვამებს ინახავდა და ასახიჭრებდა. ჰენრი ლი ლუკასი, 11 დამტკიცებული მსხვერპლი. ჰენრი ლი ლუკასი იყო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი. დამნაშავედ სცნეს 11 სხვადასხვა საქმეზე 1960-დან 1983 წლებში. მან აღიარა 600-მდე მკვლელობა, მაგრამ შემდგომ მოარყო ეს აღიარება. საბოლოოდ პოლიციის ვერსიით მას 350 მსხვერპლი ჰყავს. კეით ჰანტერ ჯეფერსონი, 8 მსხვერპლი. კეით ჰანტერ ჯეფერსონის ნიკნეიმი იყო მხიარული სახის მკვლელი. ის ხატავდა ამ სახეებს დამცინავ წერილებში, რომელსაც მედიას უგზავნიდა მკვლელობებისას. 90-იანების დასაწყისში მან მოკლა 8 ქალი. ეს რაც დაუმტკიცეს, თუმცა ამბობდა, რომ დახოცა 160 ადამიანი. რიჩარდ რამირზი, 14 მსხვერპლი. 1985 წელს სატანისტი რიჩარდ რამირზი დამნაშავედ სცნეს
14 ადამიანის მკვლელობაში, კალიფორნიაში. ის იყენებდა სხვადასხვა ტიპის იარაღს, დანებს, მაჩეტეს და ჩაქუჩს. კლავდა 1984 წლის ივლისის დასაწყისიდან 1985 წლის აგვისტომდე ლოს-ანჯელესში და სან-ფრანცისკოში. მისი ზედმეტსახელია ღამის მონადირე. თუ მოგეწონათ ამ თემაზე ვიდეო და კიდევ ვისურვებდით, დაწერეთ კომენტარებში. ან თუ არ მოგეწონათ, ესეც დაწერეთ.